შესაძლო ფატალურ შემთხვევას ვაკის პარკში ბავშვების შემთხვევით გადაურჩნენ. პარკში დიდი ზომის ხე წაიქცა და ფანჩატურს დაეცა, რომელშიც ათობით არასრულწლოვანი იჯდა. წაქცეული ხე ნაგებობას დაეცა, ბავშვები გადარჩნენ, თუმცა შემთხვევას მწვავე ემოციური რეაქციები მოჰყვა. ნანო ჩაკვეტაძემ ნახა ადგილზე რა ვითარება ახლა ვაკის პარკში. ნანო, რა მდგომარეობა დაგხვდა და რა სყვებიან თვითმხილველები? სოფო, ჩვენ ახლა ვაკის პარკში ზუსტად იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც დაახლოებით 3 საათის წინ შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები და მასწავლებლები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ახლა გიჩვენებთ შემთხვევის ადგილზე როგორია ვითარება ამ წუთებში. აქ 60-მდე ბავშვი, ასევე მასწავლებლები იყვნენ შეკრებილები, დაახლოებით მეორე-მეხუთე კლასელები ჩვენი ინფორმაციით აქ ღია გაკვეთილს ატარებდნენ, როცა მოულოდნელად ხე გადატყდა და იმ ფანჩატურს დაეცა, რომელსაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს. სწორედ ამ ფანჩატურში ტარდებოდა გაკვეთილი რამდენიმე საათის განმავლობაში. საბედნიეროდ გადარჩა ყველა, დაშავდა ჩვენი ინფორმაციით მხოლოდ ერთი მასწავლებელი, რომელიც მაშინ, როდესაც ხე აქ მოულოდნელად ჩამოტყდა, ბავშვებს გადაეფარა. ადგილზე, როცა ჩვენ მოვედით, აქ დაახლოებით 3 საათის წინ მობილიზებული იყო ერთი საპატრულო მანქანა, ასევე მოვიდნენ თბილისის მერიისა და თბილსერვისის თანამშრომლები, რომლებმაც პრაქტიკულად უკვე მოასუფთავეს ეს ტერიტორია, თუმცა ხედავთ ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში კადრს, რომ აქ ჯერ კიდევ გავლებულია ლენტები იმის აღსანიშნავად, რომ აქ ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაოები სავარაუდოდ ჩასატარებელი. როგორც გითხარით, ყველა გადარჩა საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი მასწავლებელია ჩვენი ინფორმაციით დაშავებული, ისიც მსუბუქად მას დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სწორედ ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს მშობლებმა, რომლებიც უფრთხოდნენ მაინც მძიმე ემოციური ფონიდან გამომდინარე მედიასთან კომუნიკაციას. სხვათა შორის კახა კალაძე გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ მომხდარს, ისიც რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დაუსვით შეკითხვები ვაკის პარკთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო პროცესთან დაკავშირებით, ასევე რა თქმა უნდა, რა ზომებს იღებენ უსაფრთხოების მიმართულებით, ვინ აკონტროლებს ამ ტერიტორიას და შესაბამისად ვინ უწევს ზედამხედველობას იმას, რომ აქ იყოს დაცული შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, რადგან როგორც იცის ეს მაყურებელმა და ამ კადრს თქვენ ახლა ხედავთ პირდაპირ ეთერში, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც უზარმაზარი ხე დაეცა პრაქტიკულად და გადატყდა ამ ადგილას, არიან ბავშვები, არიან მოხუცები, არიან მოქალაქეები, იცის საზოგადოებამ, რომ ვაკის პარკი არის თავშეყრის ერთ-ერთი მთავარი ადგილი თბილისში. მანამ მოგასმენინებთ თუ რა თქვა კახა კალაძემ, იქამდე შეგვიძლია მოვისმინოთ თვითმხილველების კომენტარები, რომლებსაც ფორმულა გაესაუბრა. ყველა კარტაგარი უბრალოდ მასწავლებლებს აქვს შედეთი დაზიანება. სასწრაფომ გადაიყვანა თუ? არა, არ გაყვა სასწრაფოს, რომ ბავშვები არ დაეტოვებინა. რამდენი ბავშვი? ბავშვები აქ რამდენიმე კლასია, კლასი 60-მდეო თითქოს ასე იქ. ან 4 კლასია, 4 ხო იქნება. და ეს მოულოდნელად მოწყდა თუ? აი თამაშობდნენ თურმე და მეც მეგობრებთან ეს ვტრიალებდი, ხანახან ვარდები, ესე. და ჩამოვარდა მოულოდნელად მოწყდა. ხო, პროცესში, ანუ გაკვეთილის პროცესში. გადავიდა ჩამოვარდა. ვაკის პარკი უკვე რა ხანია მოქალაქეების საზოგადოების ცნობიერებაში, ისედაც ნეგატიურ ემოციებსა და გზნობებთან არის დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აქ ტრაგიკულად დაიღუპა 13 წლის მოზარდი მარიტა, მას დენმარ დაარტყა სწორედ ახალ რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე დღით ადრე იქამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკი ამ რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ და ეს პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ხარჯიანი, გახსნა საზეიმო ვითარებაში ეს ადგილი, როგორც გითხარით, ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვები კახა კალაძეს ამ ხესთან დაკავშირებით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ არა თუ კახა კალაძე, არამედ არც ერთი მაღალჩინოსანი დედაქალაქის მერიიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი აქ არ გამოჩენილა, მხოლოდ თბილსერვისის თანამშრომლები იყვნენ ადგილზე, ასევე მერის რამდენიმე თანამშრომლები, რომლებიც მალევე წავიდნენ ტერიტორიიდან, თუმცა ლენტებია მხოლოდ დარჩენილი, ერთი საპატრულო მანქანა იდგა აქ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. კახა კალაძე ამბობს, რომ ბუნების წესები ასეთია. ხან ხე დაზიანდება, ხან სხვა რამ და ამაზე პასუხისმგებელი ყოველთვის მუნიციპალიტეტი ვერ იქნება. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ხა ბუნებაა, ხო? ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაცა დაზიანდება, სამწუხაროდ ხდება ხოლმე. ვაკის პარკში მე რამდენად ხდება უკვე მსგავსი რაღაც, ანუ ესეც საშიში ზონა რამდენად. ხალხო რა გჭირთ რა? ხო, მაგრამ ბავშვები ხო დადიან, საბედნიეროდ გადარჩნენ ახლა ადამიანები, მაგრამ არ იმყოფებოდა ხო, გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა, ხო? შესაბამისად, ნუ გაავრცელებთ ციცრუეს და ტყუილს. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება პარკების
სკვერების მოვლა. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის სამსახურებს. ეხლა მეგობრებო, სულ ნუ გავგიჟდებით, ხო? ბუნებრივი პროცესები არსებობს, რისი პრევენციის გაკეთება შეუძლებელია, ხო? ხე წაიქცა, ხე მოწყდა, ცუდია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ აბა რა გითხრათ? ვაკის პარკში მომხდარის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც მოისმინა მაყურებელმა კახაკალაძის კომენტარი, როგორც ჩანს, ნებისმიერ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი აქაც აპირებს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. საზოგადოებას შევახსენოთ ისიც, რომ ვაკის პარკის ეს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო კახაკალაძემ და დღემდე 30 მილიონზე მეტია დახარჯული. სწორედ ამ პარკის რეაბილიტაციისთვის კახაკალაძის გათვლით ვაკის პარკის რეაბილიტაცია უკვე 2027 წელს დასრულდება.